ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და ლევან ხაბეიშვილის მეგობრები ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე სოფელ მუხრანში ბაზარში მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ნაციონალური მოძრაობის გაზეთებთან ერთად მოქალაქეებს 4 ოქტომბრის მოსაწვევები დაურიგეს. 4 ოქტომბერი ჩვენი თაობის დიდგორია, უკან დასახევი გზები ჩახერგილია, ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას რუსულ სპეცოპერაციაში, არავის მოუწოდებთ. მივიდნენ რუსული სპეცოპერაციის სპეცპუნქტებზე, ყველა უნდა მოვიდეთ მეგობრებო რუსთაველზე. რუსთაველზე წყდება საქართველოს ბედი. საქართველოს მოქალაქეებს მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი, რომ მათ აღარ სურთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ცხოვრება, სადაც დიდრდება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, მისი გარემოცვა, მისი კორუმპირებული ვერტიკალი, რომელიც პირამიდასავით შექმნა და ყველგან სოფლებში, რაიონებში, ქალაქებში ყავს თავისი ფეოდალები, რომლებიც ასევე არიან კორუფციაში ჩაფლული და ეს ყველაფერი ხდება ხალხის გაღარიბების ხარჯზე. 4 ოქტომბერი არის ქართველი ხალხის და საქართველოს გამარჯვების დღე, რომლის რწმენაც დაუბრუნა ქართველ ხალხს ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც ახლა გამოკეტილი ყავს ივანიშვილს ციხეში და ტყვეობაში ყავს, სწორედ იმიტომ, რომ თავად ივანიშვილმაც დაიჯერა საკუთარი მარცხის, რომელიც არის ერთი ხელის გაწვდენაზე.